რომლის პასუხისმგებლობა მთლიანად დააკისრა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს. არჩევნები არის ამის ერთგვარი ასე ვთქვათ ტესტი? არა, არჩევნებამდე კიდე ბევრი რამ მოხდება, ხო, ეხლა დღეს კობახიძემ თქვა კიდევაც პარტიების გაუქმება, იქ რაღაც ესე ვთქვათ მედიასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით აი ეს დრაკონული კანონებიც უნდა ამოქმედდეს, ხო? ეს ყველაფერი არის ეხლა ცხოვრებაში გასატარებელი. ერთია, როდესაც ჩვენ კანონებს იღებ და მეორე კანონების იმპლემენტაციაა, ხო? და ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესზე ხელები დაიბანა ეხლა. დაიბანა და რეალურად დაუგრძელა საბელი. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა მისთვის დამახასიათებელია კობახიძეს ეუბნება მე თავი გამანებე, აღარც კი დამირეკო. მიიღეთ გადაწყვეტილებები და მართეთ. ამით ბიძინა ივანიშვილი ნახეთ რა პოზიციას იღებს, ხო? ერთის მხრივ ის ესე რომ ვთქვათ ხსნის სავაჭროს დასავლეთთან, იმიტომ რომ დასავლეთს მშვენივრად ესმის, რომ აქ თუ განუკითხავება დაიწყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც დაუოკება შეუძლია ამ ესე რომ ვთქვათ გაუგებარი ხალხის არის ბიძინა ივანიშვილი, ანუ ის პრინციპში რაღაც მოთხოვნადი შეიძლება გახდეს დასავლეთში. შიგა პოლიტიკური გაგებითაც გითხარით უკვე, ხო? კობახიძე ისეთებს ჩაიდეს, რომ ბიძინა მოენატრება ბევრ ოპოზიციონერს მათ შორის და მოგენატრებად ბიძინა სიტუაცია გათამაშდება და რუსებსაც სხვათა შორის გამომდინარე იქიდან, რომ რუსებისთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო კომფორტულია კობახიძე, როგორც ესე რომ ვთქვათ ორშაურიანი პროდუქტი, ხო? იაფიჯდება ძალიან, ხო? და ბიძინა ჯვირიჯდებოდა, იმიტომ რომ ბიძინას თავისი ამბიციები აქვს, თვითონ არის მოთამაშე. ხო და თუ კრიზისი შევიდა ძალიან ისეთ ეტაპზე, რუსებიც მიხვდებიან, რომ ეს კობახიძე ხალხად აერშია, ეხლა ეს რისი მაქნისია და ისევ ბიძინას უნდა ჩაუვარდნენ მუხლებში, რომ რაღაცნაირად სტაბილურობა აღადგინოს, სტაბილური შლა. ანუ კიდევ ერთ პოლიტიკურ სიცოცხლეს იტოვებს ბიძინა ივანიშვილი, გამოდის. ბიძინა ივანიშვილი ეხლა დგება ისეთ პოზიციაში, საიდანაც ის იძენს მანევრის საშუალებას სამივე ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ შიგა პოლიტიკური გაგებითაც მოგენატრება ბიძინა, დასავლეთის გაგებით, ხო, თუ არ განუკითხავება დაიწყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც დასავლეთისთვის მოლაპარაკების უნარიანი დარჩება ბიძინა, რომელსაც შეუძლია ეს პროცესი შეაჩეროს და მესამე მიმართულება ეს რუსეთის მიმართულება, რუსეთიც დაინახავს, რომ კობახიძეზე ფსონის დადება სიგიჟე, სრული სიგიჟე იყო და ისევ ბიძინა მოდი ისევ ბიძინას ველაპარაკოთ ვარიანტში. ანუ ის ეხლა დგება გარკვეულ პოზიციაში და მერე დაელვდება მოვლენების განვითარებას. ეხლა მოვლენები როგორ განვითარდება, ამას ნუ მკითხავთ, აი როდის რა ხო, არა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იგივე მიმდინარე მოვლენებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური